მოგესალმებით და მევესალმებით ტელემაყურებელს. ძლიერი საქართველო ლელო მუდმივად ამ წლების განმავლობაში ამბობს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები არის ჩამოშლილი. თუნდაც ის წერილი, რაც გუშინ გავრცელდა, არის ამაც დამადასტურებელი ადამიანი, რომელიც გახლავთ ორჯერ საქართველოს ყოფილი პრემიერი, ამავდროულად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, როდესაც მის წინაშეც კი დგება საკითხი, რომ ის ამბობს, რომ დაუცველად გრძობს საკუთარ თავს და ოჯახს, აქ ეხლა როგორ უნდა ვისაუბროთ დანარჩენ პენიტენციურ სისტემაში მყოფ ადამიანებს, ისინი დაცულები არიან. ამ ფაქტს წინ უძღოდა თვეების წინ ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაც, ხომ, სადაც ის ამბობდა, რომ ასევე თავს დაუცველად გრძობდა, მისი ოჯახის უსაფრთხოების შესახებ აკეთებდა რაღაც გზავნილებს, გულისხმობ თორნიკე რიჟვაძეს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისი არის სახელმწიფოში კრიზისი არის ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში ეს არის საკონსტიტუციო კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი არის ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ინსტიტუციები არის ჩამოშლილი და აი ამის ინდიკატორი არის ეს წერილი. ახლა მე მეტ სიღრმეებში არ შევალ, იცით რომ აქ არის ქართული ოცნების შიგნით დაპირისპირებები და აი ამის გამოძახილია ეს ყველაფერი, მაგრამ მთლიანობაში თუ ძლიერნი ამ ქვეყნისანი, რომლებიც გუშინ და გუშინწელი იყვნენ ამ ქვეყანაში მთავარი მოქმედი პირები, ისინი თუ დაუცველად გრძნობენ თავს, ახლა მე და თქვენ როგორ უნდა ვიგრძნოთ და სხვა ადამიანებმა დაცულად. ეს არის უსაფრთხოების პრობლემა, ეს არის პოლიტიკური კრიზისის პრობლემა, ეს არის საკონსტიტუციო კრიზისის პრობლემა, ეს არის პოლარიზებული გარემო და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთად არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობისათვის დამაზიანებელი. კი ბატონო, და სხვათა შორის დამაზიანებელი არის ქვეყნის რა თქმა უნდა იმიჯისთვის, მაგრამ მინდა რომ მაინც ამაზე კითხოთ, თავად გუნდისთვის რამოდენად დამაზიანებელი იქნება, საერთოდ როგორ უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი, როგორც თქვენ ახსენეთ, შიდა დაპირისპირება, თუმცა ავანგარდში ამ შიდა დაპირისპირების არის უერთგულესი კადრი, ასე ვთქვათ, ივანიშვილის. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა ამ დაპირისპირების შედეგად ჩვენ მოვისმინოთ იმ ტიპის მამხილებელი სერიები, რომელიც მართლა დამაზიანებელი იქნება პერსონალურად ივანიშვილისთვის, ქართული ოცნებისთვის და ელექტორალურად დამაზიანებელი იქნება. წინასწარ რაღაც კონსპირაციებში შესვლა და წინასწარ იმაზე საუბარი, რა შეიძლება მომავალში გავრცელდეს ან არ გავრცელდეს წერილის თუ განცხადების სახით, ეს არის მთლიანად ქართული ოცნების შიდა პრობლემა. მე დღეს, როგორც ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც გახლავთ ჯანსაღი რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, მინდა ვისაუბრო ჩემი პარტიის მომავალზე, მინდა ვისაუბრო ქვეყნის მომავალზე, იმ კომუნიკაციაზე, რაც მუდმივად გვაქვს ჩვენ მოსახლეობასთან. მაშინ, როდესაც ქვეყანა არის ჩაძირული კორუფციაში, ნეპოტიზმში, ნარკოპანდემიაა ჩვენს ქვეყანაში, აი პენსიონერს აქვს ერთადერთი არჩევანი, ეს პენსია გამოიყენოს კომუნალურ გადასახადში, იყიდოს პური, თუ იყიდოს წამალი, აი ამ მოცემულობაში და როდესაც ქვეყანა სტოვებს უმრავლესობა მოსახლეობისა მიდის ემიგრაციაში, ემიგრანტებს ართმევენ ხმის უფლებას და გუშინ მაგალითად ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ ნახეთ თქვენ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა ემიგრანტებისათვის ხმის უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ საკითხებზე რა მოლოდინი გაქვთ? კი ბატონო, რომ შემოიტან რა მოლოდინი გაქვთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, ხო, რაღაცნაირად შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის რაღაცნაირად დამარცხებულ ბრძოლაში შესვლა ივანიშვილიდან გამომდინარე, იმ რეჟიმიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგეთ, ამ ბრძოლაში შეხვედით, რატომ? რისი მოლოდინი გაქვთ?
ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ძლიერი საქართველო ლელო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბრძოლა უნდა იყოს როგორც ყოველდღიურად იმ პრობლემების გაშუქებით და გადაწყვეტის გზების ძიებით, რაც არის საყოფაცხოვრებო პრობლემები და თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია. დედა, რომელიც დღეს ზის და თავისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის ვერ იღებს კონკრეტულ თერაპიას, ან პენსიონერი, რომელსაც უჭირს წამალი იყიდოს თუ პური იყიდოს, ან ადამიანი, რომელიც შვილებს უშვებს ქუჩაში და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეიძლება ის ბავშვები სახლში არ დაბრუნდეს, ხან აგურით სვიოდეს და ხან რომელიღაც ამოუვსებელ მიწაყრილში ვარდებოდეს. ეს ყოველდღიური პრობლემები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია. ყველა წვიმაზე ქალაქი იტბორება. ეს ცოტა პრობლემაა. სასკოლო პერიოდი ბრუნდება, სექტემბერში ყველანი თბილისში ჩამოდიან, თბილისი ხვდება რა მდგომარეობაში. ეს ნაკლები პრობლემებია. ბრძოლა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა ფრანგზე. ბრძოლა უნდა იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც არის ხალხის მსახურებაში ყოფნა. ბრძოლა უნდა იყოს იმ არჩევნებში, რომელსაც არჩევნები ქვია რეალურად, მაგრამ რეალურად ვხედავთ ხო რა მდგომარეობაში ვართ ხოლმე, რომ არის უსამართლო და არის ძალიან ძალმომრეობითი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ფარხმალი უნდა დაყარონ. უნდა ვიბრძოლოთ. ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი არის გამოსაყენებელი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს წესრიგი. კი, რთულია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ბრძოლა, ყოველთვის რთული იყო, მაგრამ მიუხედავად იმ ნიჰილიზმისა, რაც არსებობს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ბრძოლა უნდა იყოს ყველა ფრონტზე და აუცილებელია, რომ მოსახლეობას ეს ნიჰილიზმი კი არ გაუღრმავოთ, არამედ მოსახლეობამ, ყველა ადამიანმა, ყველა მოქალაქემ იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რაც აქვს თავის მხრივ, როგორც მოქალაქეობრივ და ასევე მოსთხოვოს ყველა პოლიტიკოს და ყველა ადამიანს, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეების პრობლემების გაშუქების და აღმოფხურის გზებთან დაკავშირებით, აი გამოსავლის ძიებაზე, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს. და როდესაც მოსახლეობა იხილავს პოლიტიკოს, კონკრეტულ პირებს, აქტივისტებს თუ სხვა ადამიანებს, დარგის სპეციალისტებს, პროფესიონალებს თავის გარშემო და თავის ჭირვარავის გამზიარებლად, რა თქმა უნდა, იქ უკვე ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა ადამიანებს ექნებათ ელექტორალური სიმძიმე, რაც სწორედ არჩევნების დღეს გამოიყვანს ხალხის დიდ რაოდენობას, გადამწყვეტ რაოდენობას, წამლეკავ რაოდენობას, რაც მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში და სწორედ არჩევნების გზით შესაძლებელი არის ხელისუფლების შეცვლა. სხვა მხრივ დაქსაქსული, ფერმენტირებული, რაღაც ქართული ოცნების ყოველდღიურად დაწერილ დღის წესრიგს აყოლილი ოპოზიცია და სხვადასხვა პოლიტიკოსები ამ გამარჯვების ფორმულას ასე ვერ დადებენ. ჩვენი გზა არის პირველი მოსახლეობასთან კომუნიკაცია, პრობლემების გაშუქება, ბრძოლა სასამართლოებში, ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ პარტიის ლიდერები, ჩვენი დამფუძნებლები დღესაც არიან აი ამ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში, ხო? ჩვენი კოალიციის ლიდერები მათ შორის არიან სასამართლოში. ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო, მაგრამ ეს სამართლიანი სასამართლო ვერცერთ პერიოდში ვერ მიიღო ამ ქვეყანამ და ამიტომაც ვამბობ, რომ პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, ჩართულობა, ყოველდღიური აქტიურობა, ხალხის მსახურებაში ყოფნა და კონსენსუსის მიღწევა საერთო ეროვნულ საკითხებზე და საერთო ეროვნული საკითხები არის სწორედ ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ის ეროვნული ინტერესები, რაც არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი წინაპირობა და ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ მეც, თქვენს, ქართული ოცნების წარმომადგენლებიც და მათი შვილებიც და ამიტომაც ეს ქვეყანა თუ წინ არ წავიდა, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დიდი რისკების რისკების წინაშე, როგორც პოლიტიკურად, რისკების წინაშე, ქვეყნის შიგნით ადამიანების დაპირისპირების რისკების წინაშე, საგარეო საფრთხეებიდან რისკების წინაშე, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და მუდმივი პოლიტიკური турბულენტობით, ამიტომაც გამოსავალი არის სწორი პოლიტიკის წარმოება და სწორი პოლიტიკის წარმოება უნდა იყოს მოსათხოვნი, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან და სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ თავს. ჩვენ ყოველდღიურად, აი ტყეში, ღრეში, ყველა სოფელში ჩასვლით მოსახლეობასთან კომუნიკაციით
მათი ყოველდღიური პრობლემების აღმოფხვრით, მათთან ერთად დგომით, ამავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოში სიარულით, ამავდროულად თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში ბრძოლით, ამავდროულად ჩვენ საგარეო პარტნიორებთან კომუნიკაციით და ბოლოს მიიღება ის შედეგი, რასაც ხალხის მხარდაჭერა ქვია. სხვა მხრივ, ეხლა რაც გინდა ილაპარაკე და რაც გინდა რაღაც კლავიატურის ლომი გახდე სოციალურ ქსელებში, ვერ დაიდება შედეგი. შედეგი მოდის ყოველდღიური ბრძოლით. ამას ვაკეთებთ ჩვენ დიდი მადლობა. მადლობა ჩართვისთვის. ლანა გალდავას ვესაუბრებოდით ჩვენ კოალიცია